წინ უნდა იყოს დიდი ვიტრინა. ანუ გამვლელი რომ გამოივლის ნამცხრები უნდა ეძახოდნენ მოდი, შებიცინე, გამსინჯე, მოდი. ეს ზომბებივით რო შემოვლენ, არაფერს არ იყიდენ, დაუწყებენ ნამცხრობს ყურებას და გაჩერდებიან. მაგარი ბიზნესი გამოვა ლაშა. ხო, ესა. მოდი, ეს ნამცხრობი მეწახდა და მიახლოებით, აქ უნდა დავდგათ ვიტრინა მაცივარი. აი იქ მიიღებენ შეკვეთებს და აქ ყველგან იდგება პატარა მაგიდები. აი მე რა ლამაზია. რა სიტყვი? თავი და რო ამიხსნა. აი აქ იდგება ვიტრინა მაცივარი. იქ მიიღებენ შეკვეთებს. აი ყველგან პატარა მაგიდები იქნება. კიდე ერთხელ რო კარგად წამოვიდნენ რა. ლაშა ყურადღებით მოისმინე. აი აქ იდგება ვიტრინა მაცივარი. აი იქ მიიღებენ შეკვეთებს. აი აქ პატარა მაგიდები იდგება. რა სიტყვი? ისა კარგია. კარგია. და საცხობი სად უნდა იყოს? საცხობი სად იქნება? აი მოლარეს უკან. აჰა. ანუ უნდა ავაშენოთ? ავაშენოთ. იცი როგორ ახლა შეგვიძლია არ ავაშენოთ. პრინციპში კლიენტი დაინახავს როგორ აცხობ ნამცხრს. აი მე რა კარგია. ხო, მაგრამ სუნი არ გამოვა? არა, სუნი. იცი როგორ არის? ძლიერ გამწოვებს დავაყენებთ. თეკლა არ გინდა რომ ჩაერთო საუბარში. რაღაც მე მგონი ყველაფერს მევწყვეთ, ხო? ხო, თეკლა რაღაც ზუსტად ჩაერთი, მართლა რაღაც სხვაგან ახარ, იცი? ისა მე ავიჩზე და დააცადი ადამიანს ხო? მე ნიკა, ისაუზმებ. ანა დედა, დაჯექი სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო. აბა? გისმენ. მოკლედ, დედა, ცოლი მომყავს. ნიკა, ჯერ გაკვეთილები იმეცადინე და მე რაც გინდა ისქე. რა? იგე, ცოლი მომყავს თქო. ნიკა, რა ცოლი? სერიოზულად გელაპარაკები, ცოლი მომყავს. ცოტა შური შენი ცნობი მგოგოს. ჩემზე დიდია. ნიკა, ვინაა? დედა, დადი იყავა და არ დაიხჩო. ეხლა გეტყვი. მიდი. ვინ მომყავს ცოლად და საფი. ნიკა, რა დრო შენი ცოლია? დრო რა შუაშია, მე მეგონა გაგიხარდებოდა ცოლი რომ მომყავს. რატო უნდა გამიხარდეს? რომ შენი ცნობი მგოგოს. თან შენ მოგეხმარება, მე მომივლის, მამეცადინებს, სკოლაში წამიყვანს. დაალაგე ხო უკვე ყველაფერი? ხო და ვიფიქრე ამაზე. სოფი ჩვენთან გადმოვა საცხოვრებლად. მე ლაშასთან დავაჯერებ, სოფი კიდე ჩემს ლოგინში. ნიკა და სოფი მიცის ეგ? რომ წამს? ხო, თუნდაც ეგ უთხარი. აუ დე.
მაგის თქმა მცხვენია და შენ თხარი. ნიკა და სოფის რო არ მოეწონო? ხო და თავი უნდა მოეწონო. კარგად ვისწავლი. არა, ან და ჯობია ყვავილებს ვაჩუქებ. დე ფული ხომ არ გაქვს? ნიკა, საცოლის ყვავილები უნდა ვაჩუქებ. ნიკა სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე, მიდი დაჯექი ბუნება იმეცადინე. დედა, პატივესი ჩემს გრძნობებს. მე მაგალითად დამეხმარებოდი, შეგვიძლია დამცინო. კარგი ნიკა, კარგი, მიდი ისწავლე ბუნება და მე ბეჭედზე გავიდეთ, ხო? ინტერიერს რაც შეხება უნდა იყოს აი რაღაცა სადა. რა თქმა უნდა, მართალია. მაგრამ გემოვნებიანი. მართალია. იცი როგორ არის აი კედლის ფერები უნდა იყოს აი რაღაცნაირი აი დავარდნილი. მართალია. მართალია. ფერები უნდა იყოს დავარდნილი, ეს უკვე ვთქვი. და იცი აი რაღაცნაირი ცოტათი ღარიბული ფერი უნდა იყოს. მართალია, მართალი, კი, მართალი. ისა ლაშა რო დაიღლები მითხარი შეგენაცვლები და მე დავეთანხმები. აი ღარიბული კი არა და აი ცოტა გახუნებულ ღარიბული მიხვდა? გახუნებულ ღარიბული. კი, გახუნებულ აი ღარიბული. როგორ აგიხსნა ლაშა? აი თეკლას რომ კაბააცვი ეგეთი გახურებულ ღარიბული. ეს კარგი იყო ეს თეკლას რომ გახო. ბარი კარგად უნდა გახუნებული, კარგად. რო ისე, ხო. მე ბარი უნდა დავდგათ იქ. არა, უნდა დავდგათ ამ კუთხეში. არა ამ კუთხეში. არა ამ კუთხეში. არა ამ კუთხეში. არა ამ კუთხეში უნდა დავდგათ. უიცი მართალი ხარ ამ კუთხეში დავდგათ. არა, იმ კუთხეში უნდა დავდგათ. თეკლა ახლა შენ ამბობდი. ხო, ამ კუთხეში მართალია, ხო. ეხლა იცი რა კი მართალი ხარ ახლა შენ და ამ კუთხეში უნდა დავდგათ, მაგრამ აი მე როგორც კლიენტი რომ შემოვალ, მიხვდი აქედან. პირველ რიგში უნდა დავინახო ნამცხრები და ბარი უკვე მეორე ხარისხოვანია, მიხვდი? მოიცა შენ შემოხვალ ხოლმე? როგორც კლიენტი. ხო, ბარას ვიცი. ლაშა. პატა შემოვა ხოლმე. მართლა? კი. რა კარგია. დე, მე ჯვარი დეზიკო წავიყვანო ხო? არა, ეგ პატარა. ნიკა იმეცადინე. დე, ქორწილში ნუნუს დაპატიჟება აუცილებელია? იმეცადინე თქო. და ნიკა, ისწავლე ბუნება. აუ რა ვქნა შენ ის თავში არაფერი, სულ სოფიზე ვფიქრობ. დავიტანჯე ბიჭი. ნიკა! აი მანდებ ჩაკაიხე ფული და გადი აქედან. ფული არ მინდა. აბა, ხახვი მინდა. რა გაცინებს? დედა, ნუ გეშინია ეს ბესიკია ფრიდონას ბიჭი. მამამ გამომიშვა იქნებ ხახვი თონდეთო და. სასიამოვნოა. ნიკა, ადექი გადმოდი აქეთ იმეცადინე. ეხლავე ესე იგი ფრიდონს თინეიჯერი შვილი ყავს, ნიკას ცოლი მოყავს. მე 2 კვირით ვიყავი წასული თუ 20 წლით. ვაიმე ყური, ვაიმე როგორ მტკივა ყური, ვაიმე ყური, ვაიმე. არ შემეხოისოდა, ნუ მეხები ისე. მეხები შენ გეუნები, ხო? კარგი, არ გეხები, ხო? ვაიმე. მე მგონი დამისივდა ეს ყური თუ არა, ორივე ერთი ზომის არის. ეთყობა ეს იყო მანამდე პატარა და ეხლა რო გასივდა თანაბრად დადგა, ხო? ძალიან კარგი. ისე მტკივა რომ მე მგონი დავყურვდი აქეთ არაფერი არ მისმის რა. ხო?
ვაიმე, ნუ სადავიმალო ეხლა. სადავმალო ეს ყური უნდა დავმალო ეხლა აუცილებლად. ყური უნდა დავმალო ესე რომ დამინახოს გაგი. ყური უნდა დამალო, ყურს ვინ მალავს? ყურის დამალვა როგორ შეიძლება? მიდი გააღე კარი რაღაცა მოიფიქრე. აიმე, პატა, როგორ ახერდი ამდენ ხანს კარებს დაყროვდი? რა შეიძლება ეგრეთ თქვას ქალბატონო მოკახავსი. ტელეფონზე ლაპარაკო? არა. აბა? კოტებაბუს დასველოდები და მაინც იმას ხო იცი ლოდინი არ უყვარს და გავამზადე წინასწარ და იყოს რა და იყოს ეგრევე ავიდებ. მეც არ მიყვარს ლოდინი ხო შვილი ბაბუა რაღაც ერთმანეთს გადავზარდით. ვაიმე, ისეთი რამე უნდა გითხრა. პატა, ისეთი რამე მოდი ჩათან დაჯექი რა აქ მოდი. ისმენ დაშედან გისმენ. არა, დამჯექი რაღაც უნდა გითხრა, მოდი. მაინც. ხო, აბა შეგვერჩი ისეთი რამე უნდა მოგიყვე. გაგიჟდე იმოს დაჯექი. დამჯექი პატა. ხო და ვაიმე, რა გჭირს რატო დაჯექი ესე? აქეთან ყურიდან უფრო კარგად მისმის და ხო? კი ბატონო, მე ლაპარაკეთ. ხო და დღეს მერიიდან მოდიან ჩემთან უნდა დამაჯილდოვონ როგორც საუკეთესო კორპუსის თავმჯდომარე. ვაიმე, რა მაგარია ყურებს არ უჯერებ ქალბატონო. რა მაგარია ხო? რა მაგარია. მაგრამ უბრალოდ ყურებს რა ყურს არ უჯერებ ყურს. ხო? ხო და რა მინდა იცი გითხრა? რისათქმელად მოვედი. რომ მოვა ეს მერის წარმომადგენელი. ხო, მინდა რომ ისე დავხვდეთ, პატა, როგორც საჭირო. აბარა. ხო და ფრიდონის ბიჭი რაღაცნაირი არ მინდა რომ იქ დახვდეს და კორპუსი შეარცხვინოს თავისი საყურით და რაღაცაზე. იცი რა მინდა რომ მოვა ეს წარმომადგენელი მერის შემოიყვანო ფრიდონის ბიჭი და შენთან გააჩერე სანამ წავა. კარგი? კაი, ისე მაინც და მაინც შენს ნუ გამოხვალ და ნუ დაენახვები. კარგი? წავალ ხლა მინდა მომზადე. კი ბატონო, მომზადე. წავალ ხლა მომზადები და გამატარე რა. მომზადეთ. გამატარე, პატა. ხო, აი ესე აქეთ მომზადე. როგორ აბა? აი ესე მომზადე. რატო? ვაიმე, რა საკეთე? აი, რა ვიცი, აი სირტაკს ვეკვავ იმის საბატონო შემოვა, რა ქვია. ინდირას, სირტაკი. დამ მართლა არ გამოიხედო. ვაიმე, მოიცადე იყავი აქ. ვაიმე, მართლა რა, რამდენიმე ლაპარაკა რა. მე მგონი აქეთ ყურსის დავყურდი რამდენიმე ლაპარაკა რა. ხო. ხომ არ გეშინია? არა. შაბიძია, სოფი წავიდა. რა არის? წასაცმელი არ მაქვს და პირსახოცით გამოვიდე? გამოვდი, კი, წავიდა სოფი. კარგი. დღეს როგორ დაცხარა? ნიკა, დაცხა კი არა, თმა გაიშრე არ გაცივდე. კარგი რა ენანა ვაიმე როსო ყორელი ხარ შენ უჩვაკყლაპო შეხედე. ნიკა, შედი საბაზომაში ხო გინდოდა? აღარ მინდა. დედა, იცი მე და ლაშაბიძე ვეჯიბრობოდი ვის უფრო დიდი ღიპი აქვს. მე და ლაშაბიძე აიწედა დედა და სოფი გვეწყარ ვის უფრო გაბერილი ღიპი აქვს. აი ეს მაიმუნი ეს რაინა კაცო. ნიკა ისე ჩემა ქარყოფნაში როგორ დაემსგავსე ლაშაბიძიას. ღიპით ხო? ღიპით. აი, დე. ნიკა, რომელ კლასში ხარ შენ? მე-6. აი მართლა? არ მეტყობა ხო? ხო უფრო დიდი შეხედულება მაქვს. ელე წავედი მე, კარგი? კარგი, კარგაცა. კარგად სოფი. ქართული ისწავლე? კიდე ლაშაბიძეს ჩავაბარებ. საფარბეგო პირშაობა შენი ვიცი. შემიტყვია და დღეიდან ჩვენ ორ შორის მოციქული არის ტყვია. აი ეს თქვენი დამცხარი ერთ-ერთ მოხდი შილა. ხოდი. ბატონო ფრიდონ, ეს თქვენი შვილი არის, ხო? კი, ჩემი შვილია ეს. მივხვდი, გავს.
ეს არის თქვენი შვილი? კი. აბა ნუნუ მისე დამიხასიათე რაღაც საშინელებას ველოდით. შვილო, გაიცანი, ჩვენი მეზობელია, პროფესორი. სასიამოვნოა ბესიკ. ბესიქს რომ მეძახი, ბობი დამეძახი რა. მოიცა. რა ბობი შვილო, რა ბობი, არ უხდება. ნახე როგორ ჟღერს ბობი შვანგირაძე. ხო, არ უხდება ერთმანეთს. მართალი ხარ. ცე აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. ხო. აი ეს გადავაკეთებ. ბობ შვანგი. ბობ შვანგი. ბობი საყურე, მეც მქონდა ახალგაზრდობაში. მარგეთობა. წარვზე მქონდა. ბობი რა მინდა კითხე ხა, შემთხვევით სამფაზიანი მაღალი ძაბვის სადენი ხომ არა გაქვს? ვერ მეკითხო, ხო? არადა მაგრა ვიხო. გამარჯობა. ისე ლუდი მომიტანი რა. ლუდი მომიტანი ხო? თათია ლუდი მომიტანი. ლუდი მომიტანი. მე მეუბნები? ო, შენ გეუბნები აბა. არა, მე მეგონა ტელეფონზე ეუბნებოდი რაღაც სხვა ბარმენს. აი მაგარი. როგორი ნიჭიერი ბავშვია, როგორი ნიჭიერი რა. აბა, დედას გავს. როცა აქებენ დედას გავს, როცა ლანძღავენ მამას და როცა მსუქანია ბიძას, ხო? აი, ლაშა, ისე მაგაზე არ დავფიქრებულ ვარ. მართალი. ხო. ელენე, რა ვიფიქრე იცი? აი, სოფი რომ მოვიდეს ხოლმე უფრო ხშირად ჩვენთან, რა ვიცი რომ დარჩეს ხოლმე, უფრო ხშირად რომ ურთიერთობა რო გქონდეთ რა, უფრო ხშირი, ეხლა, მაგალითად საერთოდ რომ გადმოვიდეს აქ. ხო, იცი რატო რომ ეხლა თეკლაც ხო შენი მეგობარია და სოფიც, ხო? და თეკლა რო რჩება, რა ვიცი, სოფის არ ეწყინოს მეთქი, ხო ხტები აი მაგ ვარიანტში. ჰა? ლაშა, შენც მოგწონს ხო სოფი? მეც რას იშავს, ვის მოსწონს კიდე? ერთს. მაგერც იქნება რომ მივცხებ ერთ ადგილას მე. გამარჯობა, როგორ ზანდებით ბატონო ფუდან? როგორ ხარ ბატონო პროფესორი? ბობი როგორ ხარ ბობი? კარგად სანგალ შენ? მე არა ვარ სანგალა. მე ვარ პეპე. გაიგე, დაიმახსოვრე, პეპე ვარ მე, პეპე. როგორც გინდა რა, სანგალ. მამა, ეს მეგობრებმა უნდა დავლიოთ და დამაგვიანდება. მაგიტო შემოვიდი რომ მეთქვა. და სად მიდიხარ ჩვილო დასალევად? ამოდი და ჩვენთან დალიეთ. სივიწროვეა და ცოტა მერიდება. კაი, ვისი გერიდება არ არის აქ. მოსარიდებელი, ჩვენთან ამოდით. დაურეკე და უთხარი, ამოდით ჩვენთან ამოდით. ხო, ჯანკი, ბობი ვარ. ხო, ესე იგი დღეს ავდივართ ჩემთან და ბევრი არაყი და ლუდი წამოიღეთ. და კიდე ხმის გამაძლიერებელი რაც შეიძლება დიდი. შვილო, ისე ჯანკისთან კი მერიდება, ხო იცი? სივიწროვეა მაინც ჩვენთან, ხო? რაღაც უნდა გითხრა სოფიკოზე. რა, თეკლა შენც? რამეც? არაფერი მიდი მითხარე. რა და მე მგონი სოფიკოს მოწონს პაატა და წართმევას მიპირებ. აი მე თეკლა რა კარგია. რა არის ელენე კარგი? სოფი შენც რო არ მოგწონს. და სოფი თუ პაატას წართმევას გიპირებს, ეს სოფისთვის უფრო ცუდია ვიდრე შენთვის. ელენე, კარგი თეკლა ხო? რა უნდა რა, რას გადამეკიდა, ვერ გავიგე, მესამე ბიჭს მართმევს უკვე. არა, რაღაც უნდა გავუჩალიჩო. იცი რა უნდა შევიყვარო ვინმე სულელი ბიჭი და რო წამართოს ხელში შერჩება სულელი. აი მე თეკლა პაატა, იმიტომ შეიყვარე რომ სოფის გაუჩალიჩო. ელენე, შენ უნდა დამეხმარო. თეკლა მე როგორ უნდა დაგეხმარო? როგორ და უნდა უთხრა სოფიკოს რომ აქ არ მოვიდეს ხოლმე და მით უმეტეს აქ არ დარჩეს. როგორ უნდა უთხრა აქ არ მოხვიდეთ ხო? აი ეგრე. თეკლა სოფი ჩემი მეგობარია. ელენე, მეც შენი მეგობარი ვარ და მე უფრო კარგი მეგობარი ვარ, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანათაც. ელენე, გეხვეწები რამე მოუფიქრე რომ არ მოვიდეს ხოლმე რა. რა მოვიფიქრო? რა ვიცი. ვერ მოიფიქრე? ვერა. ხო და მე მოგიფიქრე ელენე. ესე იგი,
ამ ფურცელზე გაწერილია ყველაფერი დღეებზე. ყოველი შემთხვევისთვის. აი გამომართვი. ესე იგი, ელენე, ორ შაბათს დე, ეხლა ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს 13 საინო გვაქვს და სხვა ოთახში იჭეროეთ რა. 13 საინო მაქვს. კარგი თეკლა, წამოდი ჩემ ოთახში ავიდე. კარგი. ეს კამი ვინ დადგა? თქვენთან თუ სივიწროვეა, მაშინ ისე რა ქვია, ჩემთან ამოდით, ჩემთან დიდი პარტია, დიდი სახლია და ჩემთან ამოდით პრობლემა არ არის. აი აქამდე იყავით სანგალა და ეხლა ხარ პეპე. კარგია. რა კარგია შვილო, სად გაგონილა ასე უცებ დათანხმება, ჯერ უარი უნდა უთხრა რომ გერიდება, არგინაში აწუხო, ის დაგაძალებს. შენ ცოტა ხანი კიდევ უარზე უნდა იყო, მე უნდა დათანხმე, მაგრამ უნდა აგრძნობინო, რომ არგინაში აწუხო, გერიდება, გაიგე? ავი წავედი. საწახვედი შვილო, ასე ჩაცმულის არ მიდიხარ. ჩემი თუ არ გინდა გაითვალისწინო, ის მაინც არ გინდა გოგოებს მოეწონო? ვინ შემოხედავს? ჩაიცვი წესიერა. ბესიკი, შვილო. აი ჩემი ტელეფონის ნომერია და საღამოს დამირეკე თუ გინდა. აი პატა შენ ყავა? ვაიმე დიდი მაგრო. ბატონო ფრიდონ, თქვენ რა შეუკვეცავთ? თოკი მომიტანეთ, თათია, თოკი თავი უნდა ჩამოვიჭო. იქნებ დამთავრდეს ეს ბედკრული ცხოვრება. ლუდი მომიტანე. აჰა, გასაგები, ერთი თოკი და ერთი ლუდი. მარტო ხარჯი დავიწყოთ გაკვეთილზე ლაპარაკი. არა, მარტო, თეკლა და დედა აზევით ხარიან ოთახში. აუ, რა მაგარია. გინდა თეკლას რამე გავუჩალიჩათ. არა, მოწყენილი ვარ. ეს ხო თეკლასია? ხო. და რატო ხარ მოწყენილი? დედა ჩემის დაქვენ მიყავს. თეკლა არა სხვა. და ინგლისურის მასწავლებელი აღარ გიყვარს? არა, კაცო, მაგას დავშოვ. იმ დღეს დაბალი ქულა დამიწერა. და მოწყენილი რატო ხარ? იმიტომ რომ ლაშაბიძემ დღეს იმასთან შემარცხვინა. პირსახოც შემოხვეული გამოდიოდი აბაზანი და დავკითხე, სოფი ხომ წავიდა თქო და ხო მითხრა. გამოვედი და სოფიმ დამინახა. და ჭირე გიჩანდა? კი. მიჩანდა. მერე მობილური დაგადაგიღე სურათი. არა. უფროსემ არაფერი არ იციან რა. კაი რა. ხო, კაი. და რატომ მოგატყუა ლაშაბიძია? იმიტომ რომ თვითონაც უყვარს სოფი და უნდა რომ კონკურენტები ჩამოიშოროს. და ძალიან უყვარს. არ ვიცი. კოცნაობა ხოლმე. გინდა ლაშაბიძიას რამე გავუჩალიჩოთ? გავუჩალიჩოთ? ხო. აბა მითხარი, ყველაზე მეტად რა არ უყვარს ლაშაბიძიას? რა არ უყვარს და საჭმელს რო უჭამენ. არა, აზრი არ აქვს, მაგდენს ვერ შევჭამთ. მაშინ მოდი. კარგია კი. ეგ როგორ მოიფიქრე? გუშინ უყურე საჩინელებათა ფილმს და იქ იყო. ხო მაგარია. ხო, ოღონდ ეგრე ძალიანაც არ გავბრაზებულა ლაშაბიძიაზე. მაშინ მარტოობებით? არა, მოდი სხვა რამე მოვიფიქროთ. გინდა ის გავუკეთოთ, რაც გულიკო მასწავლებელს გავუკეთეთ. რომელი ზენაიშვილის მშობელი რომ დაიბარეს ეგ თუ გოგატიშვილს რომ აგდებდნენ? გამარჯობა სესილი. გამარჯობა სესილი. აბა რა ქენდით, მეცადინეო? ხო, ერთმანეთს ვაბარებდი და ციგნები სპეციალურად ჩანთაში ჩავიდეთ, რომ არ ჩაგვეხედა. კარგი ბავშვები ხართ. ხო, კარგი, წავედი მე ელენე. კარგად ბავშვები.
პაკა. ბავშვებო, წონს ხო არ დალევთ? ან ჟოზეს ნამცხვარი შემიძლია მე მინდა ჟოზე. მინდა, კარგი. ნიკა, რა არის ეს? რატო დგახარ ჩვილო? სკამზე მაინც დასხედით. მადლობა. ცივზე ნუზი ხართ, მოზარდები ხართ და ნუ საერთოდ რა გინდათ აქ? შემოდით ჩემთან შვილო, ჯონი თუ ჯონდო ჯანკი შვილო, შემოდი ჩემთან. გავერთობით, კარტი მაქვს, ნარდი მაქვს, დომინო მაქვს, ვითამაშოთ. ლექსების ქვაში გაეჯიბრეთ ერთმანეთს. შეგვიძლია არ გინდა ვიზა ჩემო? გუდი? ამეცი. ასე უთქმელად დალევა, გაგონილა, გადამთიელები ხომ არ ხართ გასო. აი ამით ინკაც გაუმარჯოს, რომელიც ვას აჩეხს და ტახუნას დარგავს. როგორია, ჰა? შენ მართლა რა უცნაური კაცი ყოფილიყო. ხო, შვილო, მე ვარ უცნაური, ხო? რაშვებით, აბა, რაშვებით. რაშვებით, აბა. გამარჯობა მოხდით. რაშვები ჯანკი, აიო. არის ერთობით რა. ხო, შენაშვები პეპე. რა ვიცი, რას ვიზომით. და შვილო, ბატონო. ჩემი არჯერად იქნებ შენ დაგიჯერო. აი ხა შენ მოგწონს ახლა ეს ამბავი. კი, მომწონს რა? მომწონს. რატომ? იმიტომ რომ პირველად ვარ ისეთ სასტავში ყველაზე კარგად მე რომ აცვია და იმიტომ. აი ეგრე მომწონს. მოვიდა. აი პატა მოდი აქ. პატა. მე ხო პეპე ვარ და უცბად. ხო, პეპე ვარ მე. თქვენ ხართ ნუნუ. მე ვარ პეპე, თქვენ ნუნუ. თქვენ სპანკი ხართ ხალბატონო ნუნუ. პატა. ბატონო. ვინ არიან ესენი? აქ რა ხდება ვინ არიან? ეს არაფერი ეს მეგობრული ფართია რა უნდა ხდებოდეს, არ ენერგიულად. პატა, ეს მეგობრული ფართი კი არა, ეს არის მეზობლების და საერთოდ სადარბაზოს ფართი მერისაც. პატა, ერთი წუთი შეიძლება უკაცრავ. პატა, მოდი აქ. აი ვიცი. ორი ერთნაირად. პატა, ხო გითხარი დღეს მერიდან გამოვიდეს მეთქი კაცი არ გითხარი? კარგი, გასაგები ესე იგი, ეს არის მერის კაცი, გასაგებია და გასაგები, ეხლა ვარ ყველაფერს გასაგები. აბა სასტავ. მოკლედ მერიდან არიან მოსულები და არ შეგვამჩნიო, ჩუმად შევედი, ჩუმად, წავიდა სასტავი, წავიდა, ჩუმად. არა უშავ, ჯანკი, წავედი, ჯანკი. წავიდა, ჩემთან შევიდა სასტავი, წამო ჯანკი, წამო. აი მოგცადი, ერთი წუთი მე მომეცით, დიდი მადლობა მიბძან. რა მოვიფიქრო, არ ვიცი რა. როგორ უთხრა სოფის აქ დარჩი და თან არ მოხვიდეთქო. ხთეკლა რა და ლაშაც. რომელი გადაწონის? მეგობარი თუ ძმა? არა, გადაწონით ლაშა გადაწონის, მაგრამ რა ვქნა? ელენე, როგორ ხარ? კარგად, სოფი, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მოდი დაჭი. მარტო ხარ? არა, ლაშა გასულია, ნიკა მეგობართან ერთად ოთახში მეცადინეობს. რა სერიოზული საქმე მქონდა მითხარი? რა და სოფი გახსოვს პარიზში შენთან რამდენ ხანს ცხოვრობდი? ვაიმე კი რა მაგარი. ალაბა. ხო და ვიფიქრე ბუნებაში ქონა მთვარე და ნიკას ვახსნიდი ბურთით. ხო და ვიფიქრე იქნებ სოფიჩ ცოტა ხანი ჩვენთან გადმოვიდეს თქო. ვაიმე, თეკლა გესმის, ჩვენთან გადმოვიდეს. ვაიმე, რა კარგია. ხო, აი შეგიძლია შემოსასვლელში დაიძინო ან აივანზე. რაღაცა
არა მგონია კარგი აზრი იყოს, იცი? ხო, მე დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ, ხო? ხო. რა ვიცი, ორი კვირა კარგი ამინდებია გამოცხადებული. გამარჯობა გოგოებო. რა შვებით? ლაშა, აი ეხლა ვეუბნებოდი სოფის. იქნებ ჩვენთან გადმოხვიდე, აქ დარჩეთ, თქო, ბევრი ოთახია, თავისუფლად დავეტევით, თქო. ბოლოს და ბოლოს ლაშა აივანზე დაიძინებს მეთქი. კი, არ არის პრობლემა, იცი? რა პრობლემა? არა, თან იცი, კარგი ამინდები არისო, გამოცხადებული ორი კვირაო, ასე ამბობენო, ა? დაგტოვებთ ხო? გავალ ჩემთან ოთახში. მინდა ეს კამერა. მომისმინე, ანუ დავრჩე? ხო, სოფი დარჩი. რა, სოფი, იცი რა არის? ხო, დარჩი. აი, ჩვენთან დილის 6 საათზე მეზობელი ამოდის ხოლმე, ნუ ყოველდილას გვიყვება რაღაც უინტერესო ამბებს. თან იცი როგორი საყვარელი პაწაწინა კოღოები ყავს სახლში. იცი რა, მე მგონია ჯობია წავალ. წახვალ? არა, სოფი დარჩი. დარჩეს? ოქნა. იცი რა? სადარბაზოს კარებს გავაღებ, ერთი ფეხით სადარბაზოში დადექი, მეორე ფეხით აქ. აბა სხვა რა მოვიფიქრო, არ ვიცი. შენც უთხარი, ხო? ესე იგი შენც. წამოდი შენთან საქმე მაქვს. წამოდი. ასე ხო. ახლა გადაწყდება სატრჩები. ნაშვებით გოგოებო, ნაშვებით როგორ ხარ? კარგად, პეპე, შენ როგორ ხარ? ვიცი რა ვიცი როგორ. პეპე? ხო, შენ მეზობელია პეპე. გაიცანი. პეპე, ხო, რა უნდა გითხრათ, მოკლედ. შენთან მაქვს რაღაც პატარა ფართი. ხო და ხო არ შემოგვიერთდებით, ხო არ გამოხვიდოდით, ელენე, რა სიტყვი? აუ, არა, პეპე. სოფი. მე წამო. აუ, რა კარგია, წამოდი. კარგი ჩანთა შენთან. წამოდი. მაინც რა ვიცი, თუ გინდა გადმოდი. კარგად, პეპე, კარგად. წესიერ? არ არის ლაშა, მე ჩემ. როგორ არ არის ეგრეა? მოიცა, წავიდა? წავიდა? და შემოვიდა და გაყვა. მაგას ჯობდა აქ დარჩენილი. ან საერთოდ წასულიყო. წავედი მე ბარში ჩავალ. მოიცათ ეკლა გამოყვები. მე აბაზანაში შევალ. გამოყოლა არ მინდა. ძალიან კარგი. აბა როგორც დაგარიგე, ისე მოიქეცი. კარგი. ავიღე ტელეფონი. წავდი ჩქარა. მოიცადე. ჯერ დასაწყისია, მეორე ნაწილი დარჩა. აჰა, ეს ქალბატონი ისევ იქ არის. ბავშვებო, აბა რა ქენით, იმეცადინეთ? კი, ელენა დეიდა. კარგი ბავშვები ხართ. წავედი მალე. აი მე ასე უცებ? აჰა. ხო, რაღაცა უაზრობა ფართი იყო. ჩემ მობილური ხომ არ გინახავთ? არა, პატასთან ხო არ შეიტანო. არა, აშკარად აქ დავტოვე. ბავშვებო, სოფის ტელეფონი არ გინახავთ? არა, აბა ჩვენ საიდან? არა, კარგი ტელეფონი არ გინახავს? კარგი, ნუ ნერვიულობთ, ალბათ ისეთი არაფერი ტელეფონი იყო. მოიცა რა. არა, არ მინახავს რა, მოიპარა ვინმე? არა, ლაშა, რა მოიპარა? ვის უნდა მოეპარა? არა, ისე პრინციპში ხო. ვის და ისევ შინაურებს. არა, დავრეკავ ახლა. გავიდა. ლაშა.
რა უნდა სოფის ტელეფონს შენს პიჯაკში? მე რა ვიცი. ეთქობა შემთხვევით ჩავარდა, მაგრამ აი ჩანთიდან როგორ ამოვარდა? ეთქობა შემთხვევით ამოვარდა, მაგრამ აქ როგორ ჩავარდა? აი მე სოფიკო, მე შენს ადგილას აქ აღარ მოვიდოდი. რა იკადრა ეს ლაშა? თეკლა რა სისულელებს ლაპარაკობ? ლაშა რა შუაშია? ხო, ლაშა არის ზამდა მაგასით. კარგი, წავედი. ახვედი? კარგად ისა, სოფი, ხო? აგეთ მე წავა ელენე დეიდა. კარგად ნიკა. კარგად სესი. ვაი, ჩემი ტელეფონიც არა. აბა კარგად ნახე. კი, მახსოვს რა აქ იყო. დავრეკოთ. დავრეკავ. დავრეკ. გავიდა. კათიშულია, ხო? ლაშა, რა უნდა სესილის ტელეფონს შენს ოთახში? არ ვიცი ელენე, დამაბით, რა ვიცი. როგორ არ გცხვენია, როგორ? ეს როგორ გააკეთე? არა, ეს როგორ გააკეთე, ნიკა, რა ძალიან გავბრაზდი. ძალიან. ერთი კვირა დაისჯები და ეზოში არ გახვალ და საერთოდ ბურთსაც დაემშვიდობო. ხო, არა, ნუ ერთი წუთი ელენე, დამიდექი უკან. არა, ეს ვიყო ფილმი, რა. არა, ეს შეიძლება ესე არ შეიძლება რა ისე შემარცხვინა რა შემარცხვინა სოფი მაც კი დაიჯერა და შემილახა ისა რა ქვია იმას რეპუტაცია ხო გამოდი კაცო აქეთ იცი ისი ღირსი ხაშე რომ ჟოზეს ნამსხვრები აღარ გაგიკეთო და ჭამო ელენეს გამომცხვარი ჭადი ხო ლაშა ცოდოა არ არის ცოდო ღირსია არ შეიძლება ესე კაცო არ შეიძლება როგორ მოიფიქრე ნიკა ჩემი ბრალი ელენე დაიდა მოპატი რა რატომ მე რომ მეცადინავდი ეთყობა ნიკას არ მივაქცია ყურადღება და რომ მოიფიქრა ასე გააკეთა მე რომ დამენახა აუცილებლად ვეთყოდი ნიკა ესე არ შეიძლება აი მე რა ბავშვია ნიკა